მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. შეტევა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ქართული მედია დღემდე ინახავს კონკრეტული აქტორების მხრიდან ილია მეორის იმიჯის შემლახველი კამპანიის ვიდეო არქივს. უწმინდესისა და უნეტარესის შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორები დღესაც მათ მიერვე შექმნილი ფრონტის წინა ხაზზე არიან, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ახალი პატრიარქის კანდიდატურაა. სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების არაერთი მცდელობის შემდეგ კარგად ნაცნობი ფსევდოლიბერალური ჯგუფების ახალი მიზანი ეკლესიაზე ზეწოლა. ახალი სამიზნე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირია. მიტროპოლიტი, რომელიც ილია მეორემ სიცოცხლეშივე ტახტის მოსაყდრედ დატოვა და ფაქტობრივად 9 წლის მანძილზე ასწავლიდა ეკლესიის მართვას. ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული კამპანია შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში. ლელა ჯავახიშვილი გვერდდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ლელა, გისმენთ. ეკლესიის დისკრედიტაციის და მისი ავტორიტეტის დაზიანების მცდელობები ახალი არ არის, აცხადებენ უმრავლესობაში, ამბობენ, რომ ეს კამპანია წლებია მიმდინარეობს და 22 მარტს გამოხატული ერთიანობის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, მათ შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს წინააღმდეგ. მათი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ეკლესიაზე შეტევა ხდება უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელითაც. მიზანი კი არის იმ ინსტიტუციის დაზიანება, რომელიც ქვეყნის სულიერი და ეროვნული იდენტობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ის ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იხწოდენ, შეიძლება ასე ითქვას, იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მასში განხეთქილება შეეტანათ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ეხლა რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას ისინი გააგრძელებენ სამწუხაროდ. მით უმეტეს, როცა ნახეს, რომ ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას და პატრიარქს, ასე რომ ეს მათი თავდასხმა ეკლესიაზე გაგრძელდება. მიზანი არის ერთი რამ, რომ დააზიანონ მაქსიმალურად ავტორიტეტი და ბუნებრივია მეუფე შიოზეც თავდასხმები ეხლა გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე და ყველას, ვისაც კი ასეთი ეს თქვა პერსპექტივა იქნება, ყველაზე გარკვეული შეტევა იქნება მიტანილი. ქართული ოცნება ყველას, მათ შორის საკუთარ ოპონენტებს, აქტივისტებს თუ საპატრიარქოს გამორჩეულ კრიტიკოსებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან და დაელოდონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც ილია მეორის ღირსეულ მემკვიდრეს გამოარჩევს. ამას აცხადებენ დღეს ოპოზიციაშიც, რომლებიც თავს იკავებენ მიმდინარე პროცესებზე საუბრისგან და კონკრეტული პერსონების შეფასებისგან. ვინ გახდება საქართველოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი არის და უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდის გადასაწყვეტი. რაიმე პოზიციის დაფიქსირება, რომელიც თუნდაც ირიბად შეიძლება რაიმე ზეგავლენას მაინც ახდენდეს იმ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს, არ არის სწორი, ეს არ არის საყოველთაო სახალხო არჩევნები. ეს არის პატრიარქის არჩევა, რომელსაც ირჩევს სინოდი. როდესაც ერი გულს აიცრუებს სარწმუნოებაზე, იგი უფრო მარტივი სამართავია. ანალოგიური კამპანიები არის ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც და არა მხოლოდ სარწმუნოებას ურტყავენ, ამ შემთხვევაში ურტყავენ ოჯახს, ურტყავენ სამშობლოს, რომ ყველანაირი ღირებულება, ფასეულობა ადამიანს დააკარგინონ და ეს არის ულტრა მემარცხენე რაღაცა ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი. ჩვენ ძალიან ბევრი ძალიან ცუდი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ კამპანიები იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული NGO ორგანიზაციების მხრიდან, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდეს. თუმცა ამ ძალებმა იხილეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფული დახარჯეს საქართველოში, ეს ფული მთლიანად წყალში არის ჩაყრილი, ვინაიდან მათ კარგად დაინახეს თუ როგორი ერთიანი არის ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უწმინდეს. ეს ძალები ებრძვიან ამ შემთხვევაში მეუფე შიოს, ვინაიდან იგი პატრიარქის მიერ იქნა დასახელებული და გამორჩეული და შესაბამისად ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას, თუმცა როგორც არაფერი არ გამოვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი არ გამოუვა. სინოდი, რომელიც ახალ პატრიარქს აირჩევს, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორ თვეში უნდა შეიკრიბოს. მადლობა ლელა, თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა. სინოდის დანიშვნამდე და ახალი პატრიარქის არჩევამდე განცხადებები კეთდება სასულიერო პირების მხრიდანაც. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ვარაუდების გაკეთებისგან და დაელოდონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას.
როგორც მოგიხსენებათ, გუშინ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის კრებაზე და შემდგომ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა. ამ ყველა პროცედურაში ჩართული იქნებიან წმინდა სინოდის წევრები, მათი თანხმობით და ყველა წესი ზედმიწევნითი დაცვით. მოხდება ეს ამ პროცედურების ჩატარება. საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მორწმუნე საზოგადოებას დედა ეკლესია მოგვიწოდებს განსაკუთრებული ერთსულოვნებისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ ამ დღეებში. ამის უნარი რო შეგვწევს ჩვენ ქართველებს და ამტკიცა გამნილმა დღეებმაც ნამდვილად ამაში ყველა დაგვეთანხმება და ასევე იცით რომ ეხლა არის დიდი მარხვის პერიოდი, აღდგომის წინა დღეები არის და ეს დღეები ყველა მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის და ყველას ალბათ გმართებს მეტი გრძალულება და ლოცვითი განწყობა ამ პერიოდში. რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქის მხრიდან 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მან საკუთარ სიცოცხლეშივე გამოარჩია თანამოსაყდრედ შიო მუჯირი? თქვენ შეკითხვას უპასუხებ, დიახ, 9 წლის წინ ყველას ახსოვს, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა გამოირჩია მეუფე შიო მოსაყდრედ. მან საგანგებოდ თავისი ხელით დაწერა ეს ბრძანება ფურცელზე და წმინდა გიორგის დღესასწაულზე ამბიონიდან წარმოსთქვა ეს ბრძანება. ესეთი სიტყვები თქვა მან, რომ წმინდა გიორგი მინება, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ხოლოდა მოსაყდრე. მიზეზი ამისა არის ის, რომ გოცდავად პატრიარქმა განაცხადა, რომ შემდგომ ამას მოსაყდრესთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ მოყოლოდა და ზოგადად ბუნდოვანი არ ყოფილიყო საკითხი ანდერძთან დაკავშირებით შემდგომში. გუშინ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განმარტა, რომ კათოლიკოს პატრიარქს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის თანახმად ირჩევს წმინდა სინოდი და ყველა პროცედურა მათი ერთობლივი ძალისხმევით ზედმიწევნით იქნება დაცული. საზოგადოებას კი განსაკუთრებით მორწმუნე ერს, რომელიც იმყოფება დიდი მარხვის პერიოდში, მინდა მოუწოდო, რომ შეინარჩუნონ ამ დღეებში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებისადმი გამოხატული უდიდესი პატივი, ერთობა, სოლიდარობა და მოუწოდებ, რომ განსაკუთრებული ლოცვით შეეწიონ ამ პერიოდს. მედიასთან მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ დასახელების პერიოდს მამა ანდრია ჯაღმაიძე იხსენებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პატრიარქმა გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ეკლესიასა და საზოგადოებაში ეგრეთ წოდებული დაფარული ანდერძის შესახებ ვნებათა ღელვა იყო. 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ საზოგადოდ განაცხადა, რომ მისი მოსაყდრე იქნებოდა შიო მუჯირი. შემდეგ კი ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით ვიწრო წრეში უწმინდესმა და უნეტარესმა განმარტა, რომ მისი ანდერძი სწორედ ამ ფორმით გაცხადდა. პოზიციით განმარტა. ის ფაქტი, რომ პატრიარქმა სიხშირე დაასახელა მეუფე შიო მოსაყდრედ, რას ნიშნავს საზოგადოებისთვის რო ვკითხოთ? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი, ძალიან ბევრი მიმართულებით აი ამ პერიოდში 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე. დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათა ღელვა და საკითხი საბოლოო იმ ბოლო პერიოდში ეხებოდა სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა, როდესაც გამოირჩია, როდესაც გადაწყვიტა მეუფე შიოს დასახელება მოსაყდრედ, მან ვიწრო წრეში აქ განაცხადა, რომ ეს გააკეთა იმისათვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს და მან თქვა, რომ ანდერძში, დაფარულ ანდერძში, რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან, როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგი ინება, რომ დღეს ჩვენ ყოლოდა მოსაყდრე, თითქმის 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევებს და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. წინ გვაქვს რა აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკუსია და ვნებათა ღელვა შეინიშნება
ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში ღირსეულად ჩატარება აი ამ აუცილებელი პროცედურისა ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევისა ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და იმ პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოირჩინა და მინდა გითხრათ, რომ პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს პატრიარქს გამოირჩევს წმიდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე-შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა წარმართავს ამ პროცესს. სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს პატრიარქს. ამიტომ სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, წარიმართება ზედმიწევნითი დაცვით ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების. სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდები გრძელდება, სასულიერო პირები ლოცვას უწყვეტად აღავლენენ. სრულიად საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეებიც. ტაძარში მიდიან როგორც თბილისში მცხოვრები, ისე სპეციალურად რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც. საფლავთან მიახლოება ამ ეტაპზე ისევ შეზღუდულია. პატრიარქის თანამოსაყდრისა და მეუფე შიოს გადაწყვეტილებით პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ წირვას თავად შიო მუჯირი აღავლენს. ჩვენთვის ეს ადამიანი ყველასთვის, თითოეულ ჩვენგანისთვის არის სიკეთის, სიყვარულის, თანადგომის, რუნის მაგალითი და სწორედ მისი ყოველდღიური ცხოვრება, მოღვაწეობა, თითოეულის ისტორია, რომელსაც ადამიანები იხსენებენ, გვაძლევს იმის ძალას, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება იმ შემართებით და იმ მოტივაციით, რაც ჰქონდა პატრიარქს. ყველაფერი ჩვენი სიკეთე ახლა ხმაურობს. პატრიარქი აქ არის ჩვენთან გულში, ყველა დედას გულშია. ჩვენ დიდი სიყვარულით ვიხსენებთ პატრიარქს და ვცდილობთ, რომ მისი სიტყვები გულიდან არ მოვიღოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, გვიყვარდეს მოყვასი, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყო და უფალი იყოს ჩვენთან. რამხელა კვალი დატოვა, რამხელა სიყვარული ქონდა ჩვენს პატრიარქს. იგი უტოლდება აი ამ დიდ წმინდა მამების რიცხვს, რომელთაც დიდი ბურჯი და საყრდენი შეუქმნეს ჩვენს ეკლესიას. აი ამაზე მიუთითებს ამ ხალხის დაფასება და სიყვარული პატრიარქს ყველა უყვარდა განსაკუთრებულად და აი როგორ გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ თურმე აი ადამიანებსაც როგორ უყვარდათ ჩვენი პატრიარქი. ყველაზე მეტი წირვა პატრიარქს სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში აქვს ჩატარებული და სიონისადმი მისი აი ეს უსაზრო ესეთი სიყვარული საქვეყნო ცნობილი არის. დიახ, სიონთან სხვა დამოკიდებულება ქონდა. ჩვენთვისაც ეს სევდა, რომელიც ახლავს ამ პატრიარქის გადაცვალებას, რამხელა ნუგეში არის, რომ სიონის საკათედრო ტაძარში ჩვენთან როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად ესწრება ჩვენ ყველა მსახურებას, რასაც ჩვენ აღვავლენთ. ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი კონფერენცია ბათუმში შედგა. შეხვედრები მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება. დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. კონფერენციების ფარგლებში განიხილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები. დაიგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში. ბათუმსა და ია გოლიაძეს ვთავთ პირდაპირ ეთერში. ია, გისმენთ. დიახ, ლუკა, შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. პოლარიზაციის დასრულება და საზოგადოების შერიგება ეს ის საკითხებია, რომელსაც ახალგაზრდები აქცენტირდნენ. სტუდენტებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს განათლების მიმართულებითაც.
კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაინაცვლოს პოლიტიკურმა დისკუსიამ პოლიტიკურ შენობაში. ახალგაზრდებს კითხვები ჰქონდათ მაღალმთიან აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებთანაც. ვარლამ ლიპარტელიანმა და ბორდის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხები გასცეს, თუმცა პასუხების გაცემის გარდა კითხვები თავადაც დასვეს. ერთ-ერთის არსი კი იმაში მდგომარეობდა, თუ როგორ ხედავენ სტუდენტები რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. აინტერესებს პოლიტიკურ დისკუსიას, როგორ შეიძლება გადაინაცვლოს პოლიტიკურ შენობებში. ერთი კონკრეტული პრობლემა, რაც გვაქვს, არის ოპოზიციის ნაკლებობა წარმომადგენლობით ორგანოებში. ეს რა თქმა უნდა არ არის ქართული ოცნების ბრალი, რაც ქართული ოცნების ამომრჩევლების ბრალია, რომ კარგი პოლიტიკური გუნდი ვართ და საზოგადოება და არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები ჩვენზე აკეთებენ არჩევანს. ეს არის დამსახურება იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებმაც აბსოლუტურად დაკარგეს ადამიანების ნდობა. ოპოზიციაც უნდა იწყოს ხელს, რომ ჯანსაღი პოლიტიკური გარემო იყოს ქვეყანაში, თუმცა სამწუხაროდ არ მიწყობს ხელს ის გადაგვიჩენია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აი ესე კი არა, აი ესე ბრძოლოს საინტერესო რომ რაღაცნაირად ეს შერიგების პროცესი დააჩქაროს და მათ შორის ის რომ თუნდაც მოწინააღმდეგე მხარე დაისვას დებატებზე. ეს ოპოზიცია შეეძლო რომ ყოფილიყო ისე რომ დაახლოებით 60 ადამიანი ყოფილიყო დამოკიდებული საქართველოს პარლამენტში და ყველა პრობლემის საკითხზე შეიქმნა მაგალითად აი შემიძლია რომ შეიქმნა საკანონმდებლო კომისია და რა გითხრა აი პირდაპირ შემიძლია რომ საქართველოს პარლამენტში იქნებოდა ალბათ ყველაზე ცხარე დებატები აბსოლუტურად ყველაფერზე რაც ადამიანებს საკუთარ ჩვენ ქვეყანაში. უბრალოდ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს. მინდა რომ ან სოფლებში დაგეთეს ისეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეს იქნება სპორტული ინვენტარი და იმ დამწყებმა სპორტსმენებმა, რომლებიც ახლა დაიცეთ, ქონდა შესაძლებლობა მიიღონ ამ სპორტული ინვენტარის შესაძლებლობა აუდიტ კარგი მასწავლებლები და რაც თავარია, როცა ეკრებათ ტრავმა, ისარგებლონ სამედიცინო ცენტრებში შესაბამისი შეღავათება. სადვარ სამინისტროსთან იქნება სპორტის სამინისტროსთან თუ ადგილობრივ დონეზე ის კამერები გადაგიწევს შუამდგომლობა და ერთად ვიმშელებდა ერთად გადავჭრათ ის პრობლემები რა პრობლემაა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა ღონისძიების დასრულების შემდგომ შეფასებებიც გააკეთეს. მათი თქმით, სამომავლოდ გაითვალისწინებენ იმ საკითხებს, რომლებიც სტუდენტებმა დღევანდელ შეხვედრაზე წამოწიეს. ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე, ჩვენ მივაწოდეთ მათ ის ინფორმაცია, რაც ზოგადად საჯაროც არის, მაგრამ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ გაეცნოს და თვითონ კონკრეტულად უნდა რომ მოისმინოს, თქვათ, ახალგაზრდული გუნდისგან, ხელისუფლებისგან, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახსნა. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მაღალმთიანი რეგიონებიდან ვინც იყვნენ ჩამოსულები, მათ აქვს სურვილი, რომ კონკრეტულად მაგალითად სპორტული დარბაზი იყოს, ინვენტარი იყოს მიწოდებული და ჩვენ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდში დაუდგეთ. ძალიან ბევრი კარგი იდეა მივიღეთ აჭარელი ახალგაზრდებისგან, ასევე მათგან მოვისმინეთ იდეები. მათ შორის მინდა აღვნიშნო ესეთი იდეა, რომ მაღალმთიან აჭარაში არის ძალიან ბევრი საჭიროება იმისა, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი პროექტი ჩატარდეს და იქ მცხოვრები კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სახელმწიფო მართვის პროცესში და ასევე პოლიტიკურ პროცესებში. კითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა განათლების რეფორმას, რაც მოგეხსენებათ, ყველაზე უფრო აქტუალურია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის. ასევე ბევრი კითხვა იყო სახელმწიფო პროექტებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული ტურნე დღეს აჭარიდან დაიწყო. მომდევნო 2 თვის განმავლობაში კონფერენციები 10-მდე რეგიონში გაიმართება, ხოლო დასკვნით ღონისძიებას დედაქალაქი უმასპინძლებს. ლუკა მადლობა ია ბათუმიდან ია გოლიაძე საუბრობდა. სოციალურ ქსელში ბათუმში გამართულ კონფერენციას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი. დღეს ბათუმში ვიყავისა და ჩვენი დიდი ოჯახის ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები დაიწყო. მიზანი არის მარტივი. ჩვენი გუნდი მზად არის პირდაპირ კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევები, წერს პარლამენტარი. ბათუმში გამართულ კონფერენციას ასევე გამოეხმაურა ლაშა ტალახაძე. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტალახაძე წერს: ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია.
მისვია დისკუსია და კამათი ახალგაზრდებთან არის საუკეთესო გზა მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან. მიხარია, რომ ვარლამი და ახალგაზრდული გუნდი აქტიურად ჩაერთო დისკუსიებში. მივაპირებ ყველა კონფერენციას. დავესწრო, ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა. პარტიის წევრებმა ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობას, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები წარუდგინეს და საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნეს. ხაზი გაისვა ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მოქალაქეებმა შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები გააჟღერეს და კითხვები დასვეს. ეს იქნება ერთგვარი ღირსების დაცვის შტაბი და იმ სწორი მიმართულების გარანტი, რასაც ქვია საქართველოს ნეიტრალური სტატუსი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სოფლიოში არის უამრავი კონფლიქტი და ჩვენი ეგრეთ წოდებული დაუძინებელი მეგობრები საქართველოს მუდმივად ამ კონფლიქტებისკენ ეკაჩებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არ იქნება დაპირისპირებების, დიდი მოთამაშეების დაპირისპირებების პოლიგონი, არამედ ეს იქნება თანამშრომლობის და ინტერესთა თანხვედრის ადგილი. ჩვენი პრიორიტეტი რეგიონის წარმომადგენლების არის ერთი, რომ ამ შემთხვევაში ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გარეთ, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც იქნება მსჯელობები რეალურ პრობლემებზე, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის პრობლემები, რომელიც წინაშე დღეს ქვეყანა დგას და ამასთანავე კონსოლიდაცია მოხდეს თვითონ ნეიტრალიტეტის იდეის გარშემო. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნული კონფერენცია გაიმართა თბილისში. ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ UNICEF-თან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარა. ცერემონიაზე პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი 14 მუნიციპალური პროექტი დაჯილდოვდა. ჩვენ დღეს გვაქვს ის მდგომარეობა, როდესაც უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი, ჩვეულებრივი მოვლენა არის ყველა მუნიციპალიტეტში. წყლის სისტემების გაზმომარაგება, კულტურული მიმართულება, სპორტული სიმძლავრეების განვითარება. ამიტომ დღეს თვითმმართველობა ძალიან სავსე ცხოვრებით ცხოვრობს და თვითმმართველობას, რა თქმა უნდა, მუდმივად აქვს ახალი მიზნები და სწორედ ამ მიზნების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ემსახურება ეს ღონისძიება. ძალიან მისასალმებელია ის, რომ თვითონ ასოციაცია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყოველი თვითმმართველობების გამოვლენის თვალსაზრისით იმ ადამიანების, რომლებიც უჩვეულად აკეთებენ თავიანთ საქმეს, ემსახურებიან ჩვენ სამშობლოს და თვითონ მუნიციპალიტეტებს თავისი შრომით და თავდადებით. სწორედ ეს ღონისძიება უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავდადებლად შრომობენ და ახორციელებენ თავიანთ დაკისრებულ ფუნქციას წარმატებით. ჯილდო, რომელიც დღეს რუსთავმა მივიღეთ, იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც გუნდურად ჩვენს ქალაქში ვახორციელებთ. ჩვენთვის საამაყოა თითოეული პროექტი. თავარი მიზანი ამ პროექტების არის, რომ მუნიციპალური სერვისები გავხადოთ უკეთესი, იმისთვის, რომ თითოეულ რუსთაველს კონდეს უფრო მეტი შესაძლებლობა მიიღოს სერვისი, რომელიც მას სჭირდება. ჩვენი რეფორმები გრძელდება მუნიციპალური სტრუქტურების გაძლიერება იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება არ შეჩერდეს. საქართველოში საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი აქტიურად გრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა წყალტუბოში, სადაც რაჭა-ლეჩხუმი, ქვესქვემო სვანეთის და იმერეთის 16 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებმა და აპარატის ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ტიპიური რეგლამენტის პროექტი და იმსჯელეს მის გაუმჯობესებაზე, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერია ამ მიზნით, რომ ჩვენ მოვარგოთ ჩვენ საჭიროებებს ახალი რეგლამენტი, შევიტანოთ ცვლილებები რეგლამენტში და ნაყოფიერი გახდეს და უფრო პროდუქტიული გახდეს ჩვენი მუშაობა საკრებულოებში. ჩვენ შევიკრიბეთ იმერეთის საკრებულოს თავმჯდომარეები და აპარატის ხელმძღვანელები, რათა საკრებულოს რეგლამენტში მოხდეს ცვლილება, მოგეხსენებათ საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო და ეს ცვლილება აუცილებელი და საჭიროა. ეს ეხება როგორც სამოქალაქო ბიუჯეტირების საკითხს, ასევე დედათა და ბავშვთა მიმართულების საკითხს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სიახლეების შემოტანა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკრებულოს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის, მათი კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობისთვის
იმეც ვიტოვებ, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები კიდევ ბევრი შედგება. ეს არის ჩვენი მეორე საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრა საკრებულოს ეფექტიანობის ამაღლების პროექტის ფარგლებში. დღეს ჩვენთან ესწრებიან დასავლეთ საქართველოს საკრებულოს წარმომადგენლები და განვიხილავთ რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს და მომავალში გვექნება ორი დამატებითი საინფორმაციო შეხვედრა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბაჩო ახალაიას ადვოკატი იმყოფებოდა, რომეო საჯაიამ უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. ახალაიას პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბრალდება გუშინ წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 16 თებერვალს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაულის სასჯელის სახე და ზომად წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს საკითხზე უკვე გაკეთდა შეფასებების საპარლამენტო უმრავლესობაში. ეს ადამიანი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც სული გაუმწარა ქართული ხალხს. წლების განმავლობაში და ჩვენ არასოდესად დაავიწყდება ჩვენს ხალხს მისი სახე, ვიხილეთ, რომ ის ორგანიზებას უწევდა სახელმწიფო გადატრიალებას, როდესაც სურვილი ჰქონდათ, რომ ძალადობრივი გზით დაემხოთ ხელისუფლება და ქვეყანაში ყოფილიყო აი ესეთი კატასტროფული სიტუაცია. და პრინციპში ახალი რას თქვა მან, ეს იყო მისი აი ამ სცენარის მორიგი გაგრძელება, როდესაც პირდაპირ განაცხადა თავისი პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. დამხობა არის მისი მათი მთავარი ხელწერა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს თბილისსა და სამეგრელოში, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ფული და დაფასოებისათვის საჭირო მასალები. მათი დაკავება სხვადასხვა დროს მოხდა. განზრახმკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირიც ხელკვალზე დააკავეს დუშეთის მუნიციპალიტეტში. ბრალდებული დუშეთის ყოფნით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 1954 წელს დაბადებულ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. განზრახმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ახლა კი უცხოეთის ამბები ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზას დაარტყა, დაშავდა სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახური. ინფორმაციას როიტერი ინფორმაციულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ამერიკული საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავიც. ბაჰრეინში ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. თავდასხმების ფონზე ბაჰრეინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს უახლოეს უსაფრთხო ადგილებში შეაფარონ თავი. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა აეროპორტის რადარის სისტემა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფებისა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან ინციდენტზე რეაგირება დროულად მოხდა. იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. ძაღალის ცნობით რაკეტა თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ირანში ომის დაწყების შემდეგ ეს ისრაელის წინააღმდეგ ჰუსიტების სარაკეტო თავდასხმის პირველი შემთხვევაა. გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ფონზე სამხრეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. შეტევებს ისრაელის ტერიტორიაზე ახორციელებს ირანიც. შედეგად თელ-ავივში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შემდეგ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ემუქრება. აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს ჩადენილი დანაშაულისთვის დიდ ფასს დააგისრებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მომავლის საინვესტიციო ინიციატივის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს საუდის არაბეთის ლიდერებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მიმართვის ვიდეო თეთრი სახლის ოფიციალურ YouTube გვერდზე გავრცელდა. ბოლო 14 თვის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციამ მიაღწია ალბათ ყველაზე დრამატულ ერთწლიან ცვლილებას ნებისმიერი ერის ისტორიაში. ცოტა ხნის წინ, როდესაც საუდის არაბეთის მეფესთან ერთად ვიყავი, მან შემომხედა და მითხრა, იცით ეს საოცარია. ერთი წლის წინ თქვენ მკვდარი ქვეყანა იყავით, ახლა კი ყველაზე ძლიერი ქვეყანა ხართ მთელ მსოფლიოში. მას არ ეგონა, რომ ეს მოხდებოდა, მას არ ეგონა, რომ უკანალზე მაკოცებდა. ნამდვილად არ ეგონა. ფიქრობდა, რომ მე ვიქნებოდი კიდევ ერთი ამერიკელი პრეზიდენტი, ხელმოცარული, რომლის ქვეყანა
ქვეყანაც დაღმართს ეშვებოდა. ახლა კი ის იძულებულია ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი იყოს. დიდი შვიდეული საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვენ. საერთო განცხადება საფრანგეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. შეხვედრის პარკლებში მინისტრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ორმუზის სრუტეში უსაფრთხო და უფასო ნავიგაციის თავისუფლების აღდგენის აუცილებლობა, რაც შესაბამისობაში იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასა და ზღვის კანონთან. და ბოლოს ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთის იერიშების შედეგად ქალაქში სამშობიარო სახლი დაზიანდა. ასევე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელი შენობების ნაწილს. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურია მობილიზებული. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustaviory.gr-დან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustaviory-ის Facebook გვერდზე. კურიერი 6 საათზე ამით დასრულებულია 9 საათზე ის იზი ბურნაძესთან ერთად დაგიბრუნდებათ.